რეჟიმი მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის ისევ ასამართლებს. სხდომები დილის 11 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც წესი, მოსამართლეები საპატიმრო სასჯელს იყენებენ. როგორი ამ შემთხვევაში მოლოდინები, ლიზი ვეკვა განაგზობს საუბარს ფორმულას ეთერში. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პირველი ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. განსასჯელის სკამზე ამჯერად იჯდა უწყვეტი პროტესტის მონაწილე დავით პაპაშვილი, რომელსაც მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სხდომა გადაუდო. ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შესაბამისად ამ შემთხვევაში წარმოადგინა დაცვის მხარემ მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოსამართლემ ჯერჯერობით უცნობია თუ როდისთვის გადადო უწყვეტი პროტესტის მონაწილე ადამიანის სხდომა. რამდენიმე წუთის წინ ასევე დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი უწყვეტი პროტესტის მონაწილე პირი სასამართლოს სხდომა. ეს არის სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი, რომლის ხდებასაც ასევე მოსამართლე თორნიკე კაპანაძე უძღვება და დგამდა სასამართლოს სხდომაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დასჯიან თუ არა ამ მოქალაქეს რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგომის გამო. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვესაუბრეთ მის უფლებადამცველს, რომელიც ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად ვერ წარმოადგინა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება ან იმ პირის ჩვენება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით ხელი შეეშალა რუსთაველის გამზირზე გადაადგილებაში, მაშინ როდესაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაუკონკრეტა არც ერთმა სამართალდამცავმა ამ მოქალაქეებს თუ სად უნდა გადაენაცვლათ, მაშინ როდესაც ისინი ტროტუარზე დგომასაც უკრძალავენ და გზისავალ ნაწილზე დგომაც არის დასჯადი. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება სამოქალაქო აქტივისტის უწყვეტი პროტესტის მონაწილის და საპროტესტო აქციების ხმის დუტა ჯავახიშვილის სასამართლოს სხდომა, რომელსაც არა ტროტუარზე დგომას, არამედ გზისავალ ნაწილზე დგომას ედავებიან. როგორც დუტა ჯავახიშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება ვიდეო, სადაც ისმის ხმა, რომ დუტა ჯავახიშვილი სხვა აქციის მონაწილეებს მოუწოდებს შაბათის მარშის შემდეგ, რომ გადაინაცვლონ გზისავალი ნაწილიდან ტროტუარზე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც დუტა ჯავახიშვილს ედავება იმას, რომ ის გზისავალ ნაწილს კეტავდა. მას აქვს იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე მას 5,000 ლარიან ჯარიმას გამოუწერს, რადგან ისიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ის ამბობს, რომ მას ურჩევნია წავიდეს პატიმრობაში, რადგან 5,000 ლარიანი ჯარიმა არის ძალიან დიდი სახტარი. საქმეა, სადაც მედავებიან გზისავალი ნაწილის გადაკეტვას. რეალურად გზისავალი ნაწილი არ გადამიკეტავს, პირიქით ადამიანებს მოუწოდებდი, რომ დაეტოვოთ გზისავალი ნაწილი და გადმოსულიყვნენ ტროტუარზე. მე თავს დამნაშავედ აქვსნი და მიმაჩნია, რომ ყოველი გამართული სასამართლო არის უსამართლო და აუცილებლად გავიმარჯვებთ იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ. ამის გამო არ აქვს უფლება მანუჩარ-ცაცუას, რომ გამიშვას პატიმრობაში, თუმცა 6 მარტს მანუჩარ-ცაცუას თხოვე, რომ გავეშვი პატიმრობაში, რადგანაც 5,000 ლარის გადახდის საშუალება არ მაქვს, თუმცა მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ გამიშვებს ასე ვთქვათ 5,000 ლარი. საქმე ეხება ტროტუარს და ტროტუარზე დგომას, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ დღესდღეობით უკვე ბოლო ცვლილებებით, საკანონმდებლო ცვლილებებით ტროტუარზე მშვიდობიანი დგომაც კი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. გავეცანი საქმის მასალებს, რა თქმა უნდა, საქმეში არ არის არავინ იდენტიფიცირებული კონკრეტულად ვის შეეშალა ხელი, რომელ მოქალაქეს რა ფორმით შეეშალა ხელი, თუმცა მიუხედავად ამისა, წარსული პრაქტიკა და ჩვენ ბევრი გქონია ასეთი შემთხვევები, არც ერთ შემთხვევაში უშუალოდ ამ საქმეებზე, საქმის წარმოება, როდესაც მოქალაქე დგას მშვიდობიანად არ შეწყვეტილა, შესაბამისად მოლოდინი იმის, რომ შეწყდება საქმის წარმოება, რა თქმა უნდა, არ მაქვს, თუმცა ერთი რამ ნათელი არის, რომ ყველა შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელზეც ძალიან დიდი სახელმწიფო რესურსი იხარჯება, იგივე ბიუჯეტიდან, მოწოდებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ აკრძალოს მშვიდობიანი პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი უწყვეტი პროტესტის მონაწილე გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის გამო მოქალაქეები პროევროპული აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ყოველდღიურად გააპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას რუსთაველის გამზირზე.